მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება აინტერესებს თუ არა როგორ ვაგრძელებ ცხოვრებას, შემორჩა თუ არა ინტერესი ჩემთან და რასახის. დღეს ერთ პოზიციაზე გავშალოთ, ასერჩევი პოზიციები დღეს არ გვექნება. თუ გიყვართ ასეთი ვიდეოების ყურება, უყურეთ დღევანდელ საჯარო გაშლას და რა თქმა უნდა თუ თქვენზე იქნება რეზონირებული, დარჩით ჩემთან ერთად და გავიგოთ პასუხები. ვისაც გსურთ ჩემთან პირადი კონსულტაცია ან დაინტერესებული ხართ ენერგეტიკული წმენდით, შეგიძლიათ დეტალებისთვის დამიკავშირდეთ მესენჯერში, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის როგორც ვიდეოს აღწერაში, ასევე კომენტარების ველში. და რა თქმა უნდა, უკვე ჩაწერილ ვიდეოებს ყოველთვის შეგიძლიათ უყუროთ ხოლმე, მაშინ იწყებს ინფორმაცია თქვენზე რეზონირებას, როდესაც ვიდეოს რთავთ და უსმენთ და ის კავშირში არ არის საიტზე, როდის არის განთავსებული. ახლა შეგიძლიათ ჩაიფიქროთ ის ადამიანი, ვისაც გინდათ რომ დღეს კარტმა გვიპასუხოს, შეგიძლიათ მისი სახელიც თქვათ, ვიზუალურადაც წარმოიდგინოთ, გაიხსენოთ მის შესახებ დადებითი სიტუაციები და ვნახოთ, აინტერესებს თუ არა როგორ აგრძელებთ ცხოვრებას. შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგანი ხანდახან მაინც ეკონტაქტებით ხოლმე ამ პიროვნებას. ან შეიძლება რაღაც ძალიან დიდი დრო არ არის გასული, რაც კონტაქტზე არ ხართ ამ ადამიანთან. ეს შეიძლება იყოს ასევე გამძაფრებული სურვილი, რომ კიდევ ერთხელ მაინც დაეკონტაქტოთ ერთმანეთს და ეს შეიძლება თქვენგანაც იყოს ამის სურვილი და მისგანაც იყოს. შეიძლება ხშირად გიფიქრიათ თქვენც, რომ კონტაქტს რომ გამოვიდეს, რას ეტყოდით, ან როგორ პასუხს დაუბრუნებდით, ან ისევ იგივე შეგრძნებებს იგრძნობთ თუ არა მასთან. ეს კითხვები გაქვთ. რაც შეეხება ახლა შეკითხვას, აინტერესებს თუ არა როგორ აგრძელებთ ცხოვრებას, აქ ამოვიდა პარალელური სამყარო. თქვენ ორს შორის ახლა არის აბსოლუტურად პარალელური სამყარო, რაც ნიშნავს, ხომ, განსხვავებული რეალობაში ცხოვრობთ. ძალიან ბევრი განსხვავება არის, ერთ მთლიანობას ჯამში ქმნის ეს სურათი, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ცალსახა არის და ნამდვილად შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ამ პიროვნებას დიდი ინტერესები აქვს თქვენს მიმართ, ცნობის მოყარეობა, მაგრამ ახლა როგორი არის თქვენი ცხოვრება და მისი აბსოლუტურად განსხვავებული. თუ ახლა თქვენ წყვილში ხართ, ის მარტოა, თუ თქვენ მარტო ხართ, ის ვიღაცასთან არის, თუ ახლა თქვენი შემოსავალი და ფინანსები იზრდება, მისი მცირდება. თუ ის კარჩაკეტილად ცხოვრობს, თქვენ მოგზაურობთ და აქტიური ხართ. ძალიან, თქვენი საპირისპირო რეალობები აქვს ძალიან ბევრ საკითხში, ძალიან ბევრ ცხოვრებისეულ საკითხში. თუ ახლა თქვენ მაგალითად ბევრი თაყვანისმცემელი გყავთ, მას შეიძლება საერთოდ მარტოობის განცდა ჰქონდეს და ასე შემდეგ, ხო? რაღაცა პარალელური რეალობის წინაშე აღმოჩნდით, ორივე თქვენთაგანი, რაც ერთად აღარ ხართ. და შეიძლება, როდესაც ერთად იყავით, მაშინაც ძალიან ბევრი განსხვავებები გქონდათ ხასიათში, აღზრდაში, წარსულში. შეიძლება ბევრი ფინანსური პრობლემაც კი გამოიარეთ, როდესაც წყვილი იყავით, ან სხვადასხვანაირად გესმით ფინანსებთან ურთიერთობა. ერთი ძალიან შემგროვებელია, მეორე ძალიან მხარჯველი, ხო? ამ პარალელებს იმიტომ ვაკეთებ, რომ თქვენი ურთიერთობა ისედაც განსხვავებული შეიძლება ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რაღაცაში თავს კარგად გრძნობდით, შეიძლება ამ პიროვნებასთან მაინც პარალელური სამყაროდან და რეალობიდან ხართ. ორივე. აინტერესებს, რა თქმა უნდა, როგორ აგრძელებთ ცხოვრებას. რადგან ხვდება, რომ
საინტერესოა ხოლმე ყოველთვის თქვენს ირგვლივ რაც ხდება. ყოველთვის ყურადღებით შეიძლება გისმენდათ ხოლმე ეს ადამიანი. ან შეიძლება ესეთი ცნობის მოყარე ბუნებაც გქონდეს. მაგრამ აქ შეიძლება ზოგადად ცნობის მოყარე იყოს ადამიანი, მაგრამ თქვენთან უფრო მეტი, ასე ვთქვათ, ცნობის მოყარეობა აქვს. გული უგრძნობს, რომ თქვენ ძალიან უახლოვდებით იმ სტაბილურობას, იმ სიმშვიდეს, რაც მთელი გულით გსურდათ. ან დადგა ის მომენტი, რომ ძალიან ბევრ ჩანაფიქრს, რასაც მასთან ამბობდით, რომ აი ესე და ესე მინდა 5 წლის მერე ესე ვგრძნობ თავს, რომ ეს ჩემი რეალობა იქნება, ჩემი ცხოვრება ასეთი იქნება, თითქოს ინტუიციურად თუ აი რაღაც ის მეშვეობით გრძნობს, რომ თქვენ აქტიურად ხართ იმ საქმეში ჩაბმული, რაც გინდოდათ, რომ სულ გქონოდათ და რაღაცაში წარმატება გაქვთ. აინტერესებს თუ არა როგორ აგრძელებთ ცხოვრებას. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არკანი, რომელიც კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რომ ამ პიროვნებას თქვენს მიმართ, ასე ვთქვათ, დაინტერესება კი არ მოაკლდა და შეუმცირდა, პირიქით უღრმავდება და უღრმავდება, რაც დრო გადის, იმიტომ რომ თქვენს ცხოვრებაში ბევრი საინტერესო ცვლილებაა შეიძლება, ან ბევრი საინტერესო მისთვის ამოუხსნელი სიტუაციები შეიძლება იყოს, რომ ბოლომდე ვერ იგებდეს მაინც ინფორმაციებს და სულ ჩასაფრებულ პოზიციაში უწევს ყოფნა, რომ თავის ეჭვები გამართლდება თუ არა, კიდევ ერთხელ გადაამოწმოს. აქ ცალსახა არის, რომ თქვენს მიმართ ინტერესი შემორჩენილი აქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვნახოთ, რას გვეტყვის კარტი. თითქოს თქვენ მის გარეშე მისი გადმოსახედით დამშვიდებული ხართ. ეს დაგეტყოთ როგორც გარეგნობაზე, ესევე შეიძლება პოსტების შინაარსზე თუ გიყვართ პოსტების დადება. შეიძლება ფიქრობს, რომ უფრო გალამაზდით, უფრო გაახალგაზრდავდით, უფრო ემოციური სტაბილურობა გაქვთ. აინტერესებს თქვენი შინაგანი სამყაროც, მარტო გარეგნული ცხოვრება არა. აინტერესებს თუ როგორ გრძნობთ რეალურად თავს, როგორი არის თქვენი შეგრძნებები. ხართ თუ არა ბედნიერი, კი ამას ხვდება გარედან, მაგრამ აი თქვენს შიგნით ადამიანურად, ემოციურად რა ხდება, აი ამის დიდი ინტერესიც აქვს. კიდევ ვნახოთ უფრო კონკრეტულად, რა სახის ინტერესი აქვს შემორჩენილი თქვენთან. რაღაც მომენტებში ადამიანური პატარა სისუსტეები შეიძლება ჰქონდეს ამ ადამიანს. და აი რაღაც მომენტებში შეიძლება ჰქონდეს ის განცდა, რომ ნეტო რაღაცები არ გამოუვიდეს, ანუ ამ ადამიანის გადმოსახედით. ხანდახან ეფიქრება ხოლმე, რომ აი ნეტო რაღაცა არ გამოუვიდეს და მიხვდეს, რომ მთლად მე არ ვიყავი ის ადამიანი, რომელიც მას აბრკოლებდა და მიხვდეს, რომ ცხოვრება არის უბრალოდ ესეთი, რომ ყოველთვის ყველაფერი ვერ გექნება. ხანდახან პატარა რაღაცა ესეთი ინტერესი აქვს, რომ აი რაღაცაში ისე არ წავიდეს საქმე და თქვენ იფიქროთ, რომ ის რაღაცაში მართალი იყო, შეიძლება ეს მომენტებიც გქონდეს. რეალურად რა სახის ინტერესი აქვს ხომ? ჯერჯერობით ემოციურად ვერ ჩაეხსნა თქვენს კავშირს, რომელიც შეიძლება არის უთქმელი, მაგრამ ასე ვთქვათ, დიალოგები შეიძლება არ იყოს, მაგრამ რაღაცა უხილავი კავშირი მაინც თქვენ შორის არსებობდეს.
აქ ხდება ეს ადამიანი, რომ მაინც რაღაც თქვენს ფოტოს ნახავს თუ რაღაც სიახლეს გაიგებს თქვენზე ემოციებზე, მაინც თქვენი სახელი, თქვენი სახე, თქვენი ვიზუალი, მაინც მის ემოციებზე მოქმედებს. და შეიძლება აი ეს ინტერესიც გქონდეს საკუთარ თავთან, მარტო თქვენს მიმართ, არა, აი საკუთარ თავთანაც გქონდეს ეს ინტერესი, რომ როდის თქვათ ჩახსნის ამ ყველაფერს, როდის იქნება სულ ერთი, ვთქვათ, ხომ? აი თითქოს ამ პიროვნებას თავის თავთან აქვს პროტესტი, რომ რატომ არ არის სულ ერთი რაღაცები რაც მტკივნეულია, ისე რატომ მტკივა, ან რაღაცაზე რატომ ვეჭვიანობ. შეიძლება ეს მომენტიც გქონდეს, რომ აი რაღაც მაინც ეს პარტნიორული ეჭვიანობა არ იყოს, თქვენი წარმატებულობა ან რაღაც სიახლეებიც ხანდახან მას თრგუნავს ან აეჭვიანებს და ისევ ზემოქმედება გააქვთ მის ემოციებზე. ყოველ შემთხვევაში მისი გადმოსახედიდან თქვენი დღევანდელი რეალობა გაუმჯობესებული არის და ბევრად შეცვლილი ხართ, კიდევ ერთხელ რომ ვთქვა, ვიზუალურად. აქვს ის განცდა, რომ შეიძლება თქვენ მასთან მიმართებაში აბსოლუტურად სხვანაირი იყავით, როდესაც ურთიერთობაში იყავით და ახლა ბევრად აი სახეზე და პოსტებზე და ემოციებზე გეტყობათ, რომ ახლა ბევრად შეიძლება მსჯელობა ან შეხედულებები ან მისწრაფებები ხო ბევრი რაღაც გაქვთ შეცვლილი. მე დაგემშვიდობებით, რა თქმა უნდა, ყველას გისურვებ ძალიან დიდ წარმატებებს და ბედნიერებას და მომავალ შეხვედრამდე.